გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ბრიუსელმა უკრაინას 90 მილიარდიანი სესხი დაუმტკიცა. ერთის მხრივ მე ეს გამიხარდა, რადგან იმედია 90 მილიარდს მთლიანად არ შეჭამენ ძლიერნი ამა უკრაინის სანი და ხალხსაც ერგება რაღაც და ომი, როგორც ხედავ დღეს და ხვალ არ დასრულდება. სამწუხაროდ კიდევ დიდხანს გაგრძელდება და საბრალო უკრაინელებმა როგორღაც უნდა ისულდმულონ. უნდა დარიგდეს პენსია, ხელფასი, სოციალური დახმარება და ყველაფერი ის, რაც ადრე ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და ახლა კი ომის პირობებში ვეღარ ფინანსდება. ამიტომ დიახ, კარგია რომ უკრაინა მიიღებს ამ სესხს, რომლის გადახდა მერე აუცილებლად მოუწევს. მეორე მხრივ ეს ფული ომს გაახანგრძლივებს. არ მგონია რამე ძირეული გარდატეხა რომ მოხდეს სლავთა ძმათა მკვლელ ომში. ამიტომ ჩემი გვერდული აზრით ალბათ აჯობებდა რომ ის ომი ასე თუ ისე დასრულებულიყო. მაგრამ მე ახლა ძალიან სუბიექტური ვარ, თუმცა ყველა აზრი სუბიექტურია და ობიექტური აზრი არის სუბიექტური აზრების საშუალო არითმეტიკული. მოკლედ ჩემი აზრით ომის დასრულება ნებისმიერი შედეგით იქნებოდა კარგი, რადგან ახლა მორიგ ბანალობას ვიტყვი. არც ერთი ადამიანის სიცოცხლე ტერიტორიად არ ღირს. მაგრამ მე ვლაპარაკობ როგორც კერძო პირი და არა როგორც საზოგადო მოღვაწე. საზოგადო მოღვაწე იტყვის, რომ არა მთავარია შენარჩუნებული იქნას ტერიტორია და ადამიანის სიცოცხლე ამ შემთხვევაში მეორე პლანზე უნდა გადავიდეს. ადამიანის ან ჯარისკაცის. დიახ, საზოგადო მოღვაწემ შეიძლება ასე თქვას, თუმცა ის საზოგადო მოღვაწე არ მიდის საბრძოლველად, არამედ სხვას აგზავნის. მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკური მიმომხილველობა ნამდვილად არა ჩემი მოწოდება, მაგრამ ის რაც მსოფლიოში ხდება, რაღაც გარკვეულ აზრებსა და ფიქრებს ბადებს ჩემ გონებაში და თავს უფლებას ვაძლევ, რომ ისინი თქვენ წინაშე გავახმოვანო. ალალად გეტყვი, დიდი სურვილი მექნებოდა, რომ უკრაინას მტერი 91 წლის თუ არა 2022 წლის საზღვრებამდე მაინც განედევნა და თუ კი ეს 90 მილიარდიანი სესხი ამის საშუალებას მისცემდა მას, ანუ უკრაინას, ეს იქნებოდა ძალიან კარგი და სამართლიანი. მაგრამ რეალური პოლიტიკა იმიტომაა რეალური, რომ იქ ზღაპრის ბოლო ყოველთვის არ არის კეთილი. გარდა იმისა, რომ ადამიანები იღუპებიან, რაც ყველაზე საშინელი რამაა, ასევე ძალიან ცუდი ისიცაა, რომ ანგლო-საქსებმა ამჯერად დაჯაბნეს სლავები, დიახ, მოუგეს სლავებს. არა საიდუმლო, რომ დიდ ბრიტანეთს უკვე რამდენიმე საუკუნეა ძალიან არ უყვარდა ჯერ რუსეთის იმპერია, მერე საბჭოთა კავშირი და მერე კვლავ რუსეთის იმპერია და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ძირი გამოეთხარა, დაენგრია ის. ამის მრავალი მიზეზი არსებობდა და ჯობია, რომ ამაზე ისტორიკოსებმა ილაპარაკონ. მე მხოლოდ ფაქტს აღვნიშნავ და ამჯერზე ჩემი მოგრძალებული აზრით დიდმა ბრიტანეთმა ერთგვარ გამარჯვებას მიაღწია. დიახ, მან იმდენი მოახერხა, რომ სლავებს ერთმანეთს ანადგურებინებს და თვითონ კი განზედგას და მხოლოდ წამქეზებლის როლშია. რაც თავარია, იმ 90 მილიარდსაც გამოყოფს ევროკავშირი, ბრიუსელი და აქაც დიდი ბრიტანეთი შოკოლადშია. ის მგონი ფულს არდებს. მაგრები არიან ბრიტანელები, ჩემი დედას გეფიცებით. მაგრები და საზიზღრები. რაც ეს ომი დაიწყო, კვლავ დამემსხვრა ილუზიები. გამოგიტყდებით, ბორის ჯონსონი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თავის დროზე მე ვასწრებოდა კიდეც, დიახ. ცოტა ექსტრავაგანტული ტიპი იყო. სამსახურში მოკლეშარული და ველოსიპედით დადიოდა, ბებერ კარლსონს მაგონებდა და ვფიქრობდი, აი როგორც იქნა ყველაზე ჰუმანური და კეთილი ადამიანი მოვიდა დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობაში. ჩემი შემთხვევა ბრწყინვალე მაგალითია იმისა, თუ როგორი გულუბრყილოა ადამიანი, მით უმეტეს, როდესაც საქმე სხვა სახელმწიფოს ეხება. მით უმეტეს, როდესაც იმ ადამიანს რეალური პოლიტიკის არაფერი ესმის და მით უმეტეს, როდესაც ის ადამიანი ზედაპირულად უყურებს ყველაფერს და გონია, რომ პოლიტიკა თეთრი ხელთათმანებით კეთდება.
და თურმე ეს ის ბორის ჯონსონია, რომელსაც ჰქონდა შანსი სლავების ძმათამკვლელი ომის შეჩერებისა და უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და მან ეს არ ქნა. და რატომ არ ქნა? იმიტომ რომ მისთვის ეს არ იყო ხელსაყრელი. მისთვის ხელსაყრელი იყო რომ სლავების სისხლის ღრა გაგრძელებულიყო. რაც ორივე სახელმწიფოს, უკრაინასა და რუსეთს უფრო დაასუსტებდა და ბრიტანეთი კი ამით მერე რაღაც სარგებელს მიიღებდა. სულ მაინტერესებს აი იმ ადამიანებს, ვინც სხვა ადამიანებს სასაკლაოზე აგზავნის, მერე ღამით როგორ სძინავთ. მათ მიერ სასიკვდილოდ წაქეზებული ადამიანები არ ესიზმრებათ? ალბათ არა. ისინი მათ ხომ ადამიანებად არ სთვლიან. აი შეიძლება ბევრ რამეში ვცდებოდე პაჟიზნი, მაგრამ ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ჯონსონსა და ჯონსონისებურთ სხვა ქვეყნის ადამიანებად, სულიერ არსებებად, ჰომო საპიენსებად არ მიაჩნიათ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.